ჟურნალისტი ვახო სანაია Facebook-ში გამოქვეყნებული პოსტის გამო დააკავეს. ჟურნალისტს ხელბურკილები დღეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაადეს, წელიწამყვანი იზოლატორში გადაიყვანეს, როგორც მან დაკავებამდე განაცხადა, ის გაჩუმებას არ აპირებს. ცნობისათვის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო დღეს მოსამართლეს ზვიად ცეკვავამ სანაიასთვის 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. ვახო სანაია დღევანდელ სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა.Ებას მინდა ვაცნობო, რომ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ვახტანგ სანაიას მიერ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მესამე ფაქტზე იმსჯელა სასამართლომ. პირველ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახდელის სახით იშვა-მდგომლა ჯარიმის გამოყენება და ასევე ჯარიმის გამოყენება მაქსიმალური ოდენობით. დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე ჩვენი შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდამღების ქცევაზე. წინა სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხყოფელ გამოხატვას. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდამღებითი ქცევის განგრძობადობის მზაობა. მინდა აღნიშნო, რომ ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლოს სხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად აგრძელებს სამართალდამღებით ქცევას. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათი, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა და ვახტანგ სანაია ცნობილი იქნა სამართალდამღებად და შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 14 დღის ვადით. გადაკეტვაზე დამაპატიმრეს წინა ჯერზე, ასევე ამ ეგრეთ წოდებული სამმართველოს შექმნამდეც სტატუსების გამო დამაჯარიმეს, ახლა ამის წინ დამაჯარიმეს ასევე სტატუსების გამო და ახლა პატიმრობის გადაწყვეტილება გამოიტანეს. მე მინდა ერთი რამ თქვა, რომ ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია, რას დაწერენ. აი ამ თავის გადაწყვეტილებებში ჯარიმას, პატიმრობას აბსოლუტურად სულ ერთია. მე იქიდან გამოვალ ისევ გავაგრძელებ ჩემი აზრის გამოთქმას. გამოხატვის თავისუფლება არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი, როგორც მინდა, რა ფორმითაც მინდა, რამდენჯერაც მინდა, იმდენჯერ დავწერ. სულ არ მაინტერესებს მათი გადაწყვეტილებები. ჩემი გზავნილია ივანიშვილის მიმართაც, საზოგადოების მიმართაც, რომ არ გავჩუმდებით. ტყუილად აქვს ამის ილუზია. დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირ თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი კოალიცია ვახო სანაიას Facebook პოსტის გამო დაკავების საკითხს ეხმიანება. მედია ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მიიღებულ პერსონალურ გადაწყვეტილებას. 22 ივლისს მოსამართლეს ზვიად ცეკვავამ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა იმავე მიზეზით ჟურნალისტის 6000 ლარით დაჯარიმება. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში სასამართლო ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები აქტიურად გამოიყენება რეპრესიული კანონების აღსრულებისა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მექანიზმად. სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო ჟურნალისტის დაპატიმრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიასა და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც საკუთარი პროფესიული საქმიანობისა და სამოქალაქო პოზიციის გამო რეპრესიული მექანიზმების სამიზნე ხდება. ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჭიათურელი მაღაროელების საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა. 4 ჭიათურელი მაღაროელის სასამართლო პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 8 სექტემბრამდე გადაიდო. მერაბ სარალიძის ადვოკატის მარიამ პატარიძის განცხადებით, მაღაროელების საბოლოო სიტყვით 8 სექტემბრის სხდომაზე ისარგებლებენ და შესაძლოა განაჩენიც გამოცხადდეს. საქმეს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი განიხილავს. დღეს პროკურორის მიერ ნათქვამმა გასმიფათება კიდევ ერთხელ დაგვეწონა, რომ განაჩენი არ არის დასაბუთებული და განაჩენის სრულად ეკუთვნება ბრალდების ხარისხის, რომელიც როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამკლავი მტკიცებულებები, ისე მოსამართლის მიერ დაწერილი განაჩენით ვერ დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც დაეთმოსა განაჩენი. შესაბამისად, სამართლებრივი
მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით ამოცილული არის დღეს მდგომარეობით და როგორც მოხსენებთ, უკვე 8 სექტემბერს მაღალობები იყიან თავიანთ საბოლოო სიტყვას სასამართლოში. ძალიან რთულია ეს მოლოდინის საუბარი. ჩვენ ხშირად ვთქვით ადვოკატებს განცდა, რომ სასამართლოში სიტყვისას საუბრობთ და პროკურორის საპილოტიო საკითხის განცდა და ვფიქრობ, რომ არსებითი მნიშვნელოვანი არემეორებს და გაამართლა მოსამართლე ყურადღება, რაც მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ადეკვატური ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს მოსამართლემ და ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილება 8 სექტემბერს მომდევნო დღეებში ნიკოლოზ ნაკოშის თუმცა მოლოდინებით ძალიან სულიად დღეს ვისაუბროთ. საქმე 2025 წლის 29 აპრილს ჭიათურაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რის შემდეგაც 4 მაღაროელი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 2026 წლის 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბ სარალიძე და გიორგი ნეფარიძე დამნაშავედ ცნოდა თითოეულს 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს 4 წლითა და 3 თვით. პროკურატურის ვერსიით ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ ძალადობას, გადაუკეტეს გზა შუქრუთის მაღაროს დირექტორის ავტომობილს და მოგვიანებით მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაცვის მხარე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არც გზის განზრახ გადაკეტვა და არც რომელიმე ბრალდებულის მხრიდან ძალადობის ორგანიზება. სათქრებიან მიკედლებული ძაღლები საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა ცხოველთა დამცველებსა და მოქალაქეებს ეჭვი აქვთ, რომ ქუჩიდან აყვანილი ცხოველები თავშესაფრებში ყოველთვის არ გადაჰყავთ. ისინი ხელისუფლებისგან პასუხებს ითხოვენ. მათი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და სურსათის ენერგიული სააგენტო იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის ძაღლები ჰყავთ შეფარებული, მათი ადგილსამყოფელი შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებით მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია კასტრაციის სახელმწიფო პროგრამაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. მათი შეფასებით, საქართველოში უკონტროლო გამრავლების შედეგად მიუსაფარი ძაღლებისა და კატების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც მათ აყვანას შეძლებენ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წლების განმავლობაში ზრუნავთ არსებაზე, ცოცხალ არსებაზე, მათზე ხარჯავთ თქვენ ფინანსურ, ემოციურ, დროით რესურსს და დღეს კი მოდის სახელმწიფო სამსახური, იპარავს თქვენ ცხოველს და უკან არაბრუნებს. წუხაროდ 2025 წლის ივლისიდან, მას შემდეგ რაც საპილოტო პროგრამები ჩაეშვა, უკვე ათასობით ცხოველი არის გამქრალი სხვადასხვა ტერიტორიებიდან, როგორც რეგიონებიდან, ასევე თბილისიდან. მას შემდეგ რაც სახელმწიფომ სტერილიზაციის პროგრამა დაიწყო, ასობით ადამიანი იგივე ისტორიებს ყვება, რაც სრულიად საფუძვლიან და ლეგიტიმურ ეჭვს გვიჩენს, რომ სახელმწიფო სტრუქტურა გამიზნულად ცრუობს. იმის ნაცვლად, რომ ცხოველების მიტოვების ამ ცნობილ ტერიტორიაზე სახელმწიფომ განათავსოს სათვალთვალო კამერები, მოახდინოს იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც ცხოველებს ამ ადგილებში ტოვებენ და დააჯარიმოს ისინი, მათ სრულიად საპირისპირო გამოსავალი აერჩიეს. ცხოველებზე მზრუნველი მოქალაქეების ემოციური ტერორი და ძაღლების გაუჩინარება. 2025 წელს საქართველოში დაიწყო მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია კასტრაციის საპილოტო პროგრამა, ავადსახსენებელი საპილოტო პროგრამა, რომელიც დამასრული პროფესიული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დღემდე აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერად, არასწორად და არაკანონიერად ხორციელდება. დღეს სახელმწიფო სტერილიზაცია კასტრაციის პროგრამას არ ასრულებს ჰუმანური მეთოდებით, უმეტესწილად არ მიყვება CNVR სტრატეგიას, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები და ცხოველმოყვარული აქტივისტები იუწყებიან, რომ უკვალოდ ქრებიან მათ მიერ მიკედლებული ცხოველები, მათ შორის უკვე გასტერილებული, საჭდიანი, აცრილი, ჯამთელი და უწყინარი ცხოველები, რომლებიც წლების განმავლობაში ზრუნავდნენ. დღეს სახელმწიფო ტანჯავს და მუდმივ სტრესში ამყოფებს პირველ რიგში ამ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებდნენ სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს. ცხოველების ჰიპერპოპულაცია რეალურად არის უკონტროლო გამრავლების შედეგად მიღებული ზედმეტი ცხოველების პრობლემა, რომლებიც შემდეგ ქუჩაში ხვდებიან. რეალურად ამ პრობლემის მოგვარება არის სრულიად შესაძლებელი 5 წლიან პერიოდში, თუმცა იმის გამო, რომ ეს ხორციელდება აბსოლუტურად არასწორად და არათანმიმდევრულად და ყველანაირი სტანდარტის დარღვევით, ჩვენ ამდენი წელია წრეზე დავდივართ. იმაზე გაცილებით მეტი იხარჯება გამოყოფილი ბიუჯეტიდან ადმინისტრაციულ ხარჯებში, ანუ ხელფასებში, რაღაც საწვავში, მანქანებში, დანამატებში, პრემიებში, ვიდრე კანონმდებლობით აქვთ უფლება.
25%-ზე მეტი ხარჯისუფლება არ აქვს და იყო შემთხვევები, როცა 65 რაღაც 74% იხარჯებოდა ამ მიზნით და ცხადია ეს თანხა აკლდებოდა მთავარ მიზანს, რაც არის მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის ჰუმანური გზით შემცირება. ქუთაისი ევროპის სპორტის ქალაქი 2027-ის კანდიდატია. ქუთაისის მერის მოადგილეები დავით ნიშნიანიძე და შალვა მშულდაძე ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციის საექსპერტო კომისიის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ქუთაისისთვის ევროპის სპორტის ქალაქი 2027-ის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს. ქუთაისის კანდიდატურა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და მოქალაქეების ფედერაციაში ევროპის სპორტის ქალაქი 2027-ის სტატუსის მოსაპოვებლად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა. ფედერაციის საექსპერტო კომისია ქუთაისის შეფასებისა და მონიტორინგის მიზნით ეწვია. შეხვედრაზე საექსპერტო კომისიის წევრებს ქუთაისის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და ქუთაისის ტრადიციები და შესაძლებლობები გააცნეს. სტუმრები ასევე გაეცნენ ქუთაისის სპორტულ ინფრასტრუქტურას. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტისა და ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონაში დიდი ოდენობით ცეცხლსროლი იარაღისთვის განკუთვნილი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. სარფში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული მგზავრის ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილია 50 ცალის საბრძოლო ვაზნა, ხოლო ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო გადაზიდვების კონტეინერში განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საქართველოს მოქალაქის კუთვნილ ავტომობილში გამოვლენილი იქნა 422 საბრძოლო ვაზნა, 2 პნევმატური სპორტული იარაღი, ასევე 2000-ზე მეტი ტყვის მასრა, 858 მასრის ჭურვი და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნისთვის განკუთვნილი 2 კილოგრამ-ნახევარი დენთი. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯგუფურად სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით ჯეკ დენიელსის სასაქონლო ნიშნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბ ალკოჰოლურ სასმელს ამზადებდნენ და ერთ-ერთი დაკავებული საწყობში ინახავდნენ. ჩატარებული ჭხრეკისას სამართალდამცველებმა 22400 ლარის ღირებულების 300 ბოთლი ფალსიფიცირებული სასმელი ამოიღეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 მუხლის მესამე ნაწილის გექვე პუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეგობარს ონლაინ აუქციონის გზით ავტომობილის შეძენასა და საქართველოში ტრანსპორტირებაში დახმარებას დაჰპირდა. აღნიშნული მოტივით მას დიდი ოდენობით თანხა გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და დაზარალებულის კუთვნილ 16800 ამერიკულ დოლარს თაღლითურად მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.